მოგესალმებით, დღეს შაბათია და ჩვენი შეთანხმებისადმი შესაბამისად მთავარი ანალიტიკური გადაცემა არის და მე შევეცდები ამ კალეიდოსკოპურად სწრაფად ცვალებად გარემოში ვისაუბრო იმ მთავარზე, რომელიც გამოსახულია და უფრო მეტი საერთოდ გამოკვეთილი არ არის და როგორ განვითარდება მოვლენები ძალზე ძნელი სათქმელია. პირველი რა თქმა უნდა არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს შეთანხმდა შეხვედრის თარიღი შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის, ეს არის ალიასკა. პრინციპში სიმბოლური ადგილი არის, იმიტომ რომ ადრე იცით თქვენ ალიასკა რუსებს ეკუთვნოდათ, შემდეგ გაიყიდა ამერიკელებზე, შემდეგი მიწვევა არის უკვე რუსეთში, ალბათ ჩავა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გუშინ ხელი მოეწერა რამდენიმე ხელშეკრულებას შეერთებული შტატების პრეზიდენტის დადასტურებით, ეს ეხება შეერთებულ შტატების, მოდით ასე ვთქვათ, გარკვეულ შეთანხმებას აზერბაიჯანის მთავრობასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი არის. სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რაღაც ნაჩქარები გადაწყვეტილებების შესახებ საუბარია და ის რომ ყველაფერი უკვე გარკვეულია თუ გნებავთ სამხრეთ კავკასიაში აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან სინამდვილეში ახლა იწყება ის მთავარი დასკვნითი ეტაპი, რამაც საბოლოოდ მეტნაკლებ შეთანხმებამდე უნდა მიიყვანოს მთავარი მოთამაშეები. პირველი გამოკვეთილი რაც არის, ევროპა არსად არ ეწეღება და რაიმე გეგმა ევროპის მიმართ არ არის. მე ვსაუბრობ საკეთილდღეოდ ევროპის არ არის, თორე მოხდა ის, რაც ძალიან საშიში იყო და ამას საქართველოში არ აქცევენ ყურადღებას. თქვენ იცით, რომ ბირთვული იარაღი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2008 წლის შემდეგ პირველად შემოიტანა ბრიტანეთში, გერმანიაში არის ეს იარაღი, დაახლოვა იგი რუსეთის საზღვართან და რაც ყველაზე უფრო დამაფიქრებელია, ამერიკელი მფრინავები ასწავლიან გერმანელ მფრინავებს თუ როგორ უნდა ჩამოაგდონ ატომური ბომბი. ეს არ არის ჩვეულებრივი პროცედურა, ამიტომ ეს მზადებაც მიდის. რაზეა საუბარი? საუბარია იმაზე, რომ გერმანულ წრეებში მიაჩნიათ, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ატომურ ბომბს, თქვათ, ცხადი ამერიკელების ნებართვით, რუსები ვერ გაბედავენ საპირისპირო დარტყმის განხორციელებას. მეორე მოსაზრება რაც არის და უკვე კეთდება, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის საზღვარზე 34,000-მდე ნატოს ჯარისკაცს უყრიან თავს და მიზანი გამოკვეთილია. ეს არის კალინინგრადის ოლქი, იცით თქვენ ადრე კენიგსბერგი იყო, აღმოსავლეთ პრუსია იყო, შემდეგ მეორე მსოფლიო ომის მოხდა, რომ დანცინგი, გდანსკა ცნობილი პოლონეთს არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი და გაუჩინა, იგივე თქვათ საბჭოთა მაშინდელმა მეთაურმა და ბევრი სხვა რამ მოხდა, მაგრამ ეხლა შეტევა კალინინგრადზე მზადდება და მე ჯერ კიდევ თეების და შეიძლება 1-2 წლის წინ თქვი, რომ სასწაული იქნება, რომ რუსები ევროპასთან და ნატოსთან დაპირისპირებას გადაურჩეს, იმიტომ რომ ასეთია რეალობა. რაც შეეხება, მოდით ჩვენთვის ყველაზე უფრო თითქოს და აქტუალურ რამეს, თუმცა ყველაფერი ჩვენ გვეხება, რადგან ჩვენც იმ დაპირისპირების ზონაში ვართ, რასაც მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები დღეს არკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. რას იძლევა თუ გნებავთ აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმება და თუ გნებავთ იგივე ზანგეზურის კორიდორის ამუშავება, ჯერ კიდევ გაურკვეველია,
თუ ამერიკელების ფრთის ქვეშ 42 კილომეტრიანი ზონა 1000 თქვათ დაცვა შეერთებული შტატების თუმცა ფაშინიანმა დღეს განაცხადა უпроსორად გუშინ განაცხადა რომ რუსეთსა და ირანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა ჩვეულებრივ იქნება და შეფერხება არ იქნება და არის კიდე სხვა ნიუანსები თავარი რა არის თავარი არის ის ილუზიები არ მოგვეძალოს თითქოს სამხრეთ კავკასიაში ყველაფერი დაალაგდა და არიქა მოვიდა ამერიკა და ყველა კარგად იყავით ეხლა ჩვენ ესე იგი გავფრინდებით და სხვაებიც გაფრინდებიან ყველასთან ერთად ეხლა მოდით იმისათვის რომ ეს ილუზია არ მოგვეძალოს გავარჩიოთ მთავარი რამ სამხრეთ კავკასია როგორც სასიცოცხლო დაუცილებელი სივრცე ორი ყოფილი დიდი იმპერიისათვის რომლებიც ისტორიული მოთამაშეები არიან საქართველოში ეს არის სპარსეთის იმპერია დღეს ირანად ცნობილი ძალიან დაწინაურებული მეცნიერებით განათლებით ტექნიკით და ასე შემდეგ რუსეთი და თურქეთი ეხლა მოდი თითოეულ მათგანს შევხედოთ თუ ირანისთვის და რუსეთისთვის ამ ზონაში ფაქტობრივი რაიმე კონტროლის დაკარგვა არის ძალზე საშიში თურქეთი პირიქით გამოყენებულია იმისთვის რომ ამ ორ მთავარ რომ იტყვიან ისტორიულ მოთამაშეს მასთან ერთად შეუქმნას პრობლემები და ის მთავარი განხორციელდეს რასაც ქვია სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნა ირანის იზოლაცია და შემდეგ გასაგებია ირანის განადგურება რაც აუცილებლად უნდა ითქვას თურქეთზე წარმოდგენების ძალიან ატროფირებულად გაზრდა საქართველოში თითქოს ეს ახლა ვიღაცას დაუპირისპირდება და ასე შემდეგ თურქეთი არის ძალიან მოწყვლადი სახელმწიფო მას ძალიან დიდი პრობლემები აქვს მას აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები ამიტომ არანაირი ომის წარმოება მას არ შეუძლია დღეს საინტერესო სტატია იყო თურქულ პრესაში მათ მოყავდათ ისტორია თითქმის 550 წლიანი ისტორია აქვს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დამყარების ეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების აქედან ერთმანეთში 13 ომი აქვს გადატანილი საერთო ჯამში ამ ომების ხანგრძლივობა 50 წელს უახლოვდება მაგრამ ისინი ამბობენ რომ თითქმის 500 წელი ხო ჩვენ თანამშრომლობდით ურთიერთსასარგებლო რამეებს ვაკეთებდით ესე იგი ის გონიერი თურქი მიმომხილველები რომლებიც ამ ისტორიულ თემას ეხებიან თავისთავად ცხადია კარგად გრძნობენ რომ ამ ამოცანების გადაწყვეტაში თურქეთი მხოლოდ იარაღია და არავინ თურქულ ინტერესზე აქ ნამდვილად არ ფიქრობს. დიახ არის რაღაც დაპირებები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. მეორე ირანი ვერავითარ შემთხვევაში ირანი იზოლირებული მარტო დარჩენი ქვეყანა ვერ იქნება, ამიტომ საუბარი იმაზე რომ არიქა ირანი იქნა ჩახსნილი და რუსები ახლა გაიქცევიან სამხრეთ კავკასიიდან არის ერთი უსაშველოდ მნიშვნელოვანი მომენტი. ამ ეტაპზე რუსები შეიძლება საერთოდ არ ჩაერიონ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. იმიტომ რომ ეს ისევე დაულაგებელი რეგიონია როგორც ახლო აღმოსავლეთი და ერთპიროვნულად ამას ვერავინ ვერ დაალაგებს. ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთს ვერავინ ვერ დაალაგებს და ის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი დაპირისპირების რეგიონია, ისევე ვერავინ ერთპიროვნულად ვერ დააკავებს და ვერ დაალაგებს სამხრეთ კავკასიას, იმიტომ რომ რამდენიმე დიდი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები იკვეთება.
ამიტომ ილუზიებში არ უნდა ჩავარდეთ, იმიტომ არა გვაქვს ჩვენ ასეთი ეიფორიული განწყობის დაუფლების არც საშუალება და არც სურვილი არ უნდა გქონდეს. ჩვენ უნდა ვეცადოთ გავერკვეთ იმ თავარში, რაც ხდება. დღეს გამოცხადდა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე ბრძანება მოამზადა და ჯარს დავალება მისცა შეტევა განახორციელოს სამხრეთ ამერიკის, ანუ ლათინური ამერიკის ნარკოკარტელებზე. თქვენ გახსოვთ, ცოტა უფრო ასაკიან ხალხს, რომ 20,000 ამერიკელი ჯარისკაცი შეიჭრა პანამაში, როდესაც იქაური მმართველი გენერალი ნორეიგა დაიჭირეს, იქ იყო სერიოზული ტრასა, იყო ძალიან ისეთი ჩრდილოვანი კრიმინალური ფულის უზარმაზარი ბანკი და ასე შემდეგ და ამერიკა შეიჭრა პანამაში და დაიჭირა ნორეიგა. ასეთივე ბრძანება ეხლა გაცემული ყველგან, სადაც ნარკოკარტელები არის და თქვენ იცით ეს რამდენიმე სერიოზული ქვეყანა არის, სადაც ნარკოკარტელებს უბრალოდ ვერაფერს ვერ უშვებიან ადგილობრივ დონეზე. როგორ განვითარდება ეს ხაზი მოვლენებისა, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მე ამას უკავშირებ იმ საერთო გადაწყობის სიტუაციას, რომელიც ეხლა მიმდინარეობს. 15-ში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ყველაფერი ვერ გადაწყდება, ძალიან რთული იქნება, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება. ერთი ფრაზა და უკრაინა საერთოდ ჩამოცილებული იქნა მოლაპარაკების პროცესს და ეს უკავშირდებოდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას. მეორე ის, რომ ევროპა ჩამოცილებული იქნა საერთოდ მოლაპარაკების პროცესს და ამან საჯაროდ გამოიწვია უიტკოფის, ვენსისა და ერთად და ცალკე რუბიოს დაპირისპირება, იმიტომ რუბიო ერთ-ერთი უსუსტესი რგოლია ამერიკულ ისტებლიშმენტში და საერთოდ სახელისუფლებო უმაღლოს დონეზე. ის მომხრე იყო იმისა, რომ აუცილებლად უნდა იყოს აქ ევროპელები, ცხადია ვენსი ამის წინააღმდეგია, უიტკოფიც, მაგრამ მოხდა საინტერესო რამ. გერმანულ პრესაში, აი ბილდი აიღეთ და თუგნებად სხვა, ატყდა ერთი ამბავი, რომ უიტკოფმა დაუშვა უზარმაზარი შეცდომა, უიტკოფმა არასწორად გაიგო პუტინის სიტყვები, რომ ესე იგი მშვიდობიანი დაცილება, უიტკოფმა გაიგო, რომ ჩვენ გამოვდივართო მშვიდობიანად დაკავებული ტერიტორიიდან და არა ის, რასაც ჰქონდა სინამდვილეში საუბარი, რომ უკრაინები გავლენო. ცხადია, უიტკოფი არ არის ისეთი უჭკუო კაცი, რომ ვერ გაარჩიოს დიამეტრალურად საპირისპირო რამეები, მაგრამ იმისათვის, რომ ძალიან სერიოზული ხმაური აეტეხა და ევროპა ამით გაერთულებინა შეერთებული შტატებისთვის და გარკვეულად მიაღწიეს კიდე, იმიტომ რომ მოხდა ღია დაპირისპირება, ღია ეთერში, მოხდა გარკვეული, რომ ვიტყვიან, ინფორმაციის ცირკულაცია, რომ არიქა უიტკოფი არასწორად უკეთებს ინფორმირებას შეერთებული შტატების პრეზიდენტს და რუბიოს. ცხადია, ეს ყველაფერი არის პოლიტიკის, ანუ ინფორმაციული დაპირისპირების ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ევროპელები თავის ადგილს ეძებენ და მათი ადგილი უბრალოდ არ არის სერიოზულ პოლიტიკაში. ხაზს უსვამ ჩემი შეფასებები, რომელიც ევროკავშირს უკავშირდებოდა წლების განმავლობაში, მე ეს არა ჩემი პირადი სიმპათია ანტიპათიის გამო, მე არანაირი ანტიპათია არ გამოჩნია კლასიკური ევროპისადმი პირიქით. ჩემი ბავშვობა, ჩემს ფანტასტიკურ ქართულ გარემოსთან ერთად გაიარა იმ გარემოში, რომელმაც მე გაცილებით უკეთესი ქართველი მე დღევანდელ გამხადა, მე დღევანდელ ევროპას არ ვიღებ, იმიტომ რომ ეს არავითარ კავშირში არ არის იმ კლასიკურ შესანიშნავ ევროპასთან და მას კი ხედავთ რაც სჭირდა. ამიტომ მე როცა ვამბობდი, ის არარაობა, პოლიტიკური არარაობა, ჯუჯა, რომელიც მხოლოდ
ამერიკული მითითებების დონეზე აკეთებს ყველაფერს, ეხლა ხდება იმას, რომ მისი მდგომარეობა უპერსპექტივოა და თქვენ წარმოიდგინეთ, შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს თანმიმდევრულად, რომ ევროპის ქვეყნები მიიყვანოს იმის აუცილებლობამდე, რომ მათ დაარტყან რუსეთს. რა იმალება ამაში ცხადია? ამერიკელები ამაში პირადად არ მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ხომ ხედავთ, გერმანელ მფრინავებს ასწავლიან, როგორ ჩამოაგდონ ატომური ბომბი. ეს რთული პროცესია, არ არის მარტივად, ამას ცოდნა უნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ ამაზე? აღმოსავლეთში სრული ქაოსია, კიდე გეუბნები. იქ სირიაში ცვლილებების შემდეგ რაიმე სტაბილურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. სირიის დღევანდელი ხელისუფლება გარდამავალი ხელისუფლებაა, ისინი დროებით არიან, სანამ რაღაც არ გამოირკვევა. ის გამოირკვევა, რომ ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი მთლიანად აპირებს, მაგრამ დროებითო ღაზის აღებას, შემდეგ გაცაგებია, მას უნდა თუ არ უნდა ეს პალესტინის ავტონომიას უნდა გადასცეს, მაგრამ ეს მცდელობაც იქნება ძალიან დიდ მსხვერპლთან დაკავშირებული და დიდ რომ იტყვიან დაპირისპირებასთან, იმიტომ რომ ასე მარტივად ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. აი დააკვირდით, საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან არის საშინელი გაურკვევლობა, საშინელი დაპირისპირება და თითქოს და დღეს 9 აგვისტოა, თითქოს და რაღაც გაირკვა, არაფერი არ გაირკვა, კიდე გეუბნებით. ძალიან ყურადღებით ვეცნობი ყველაფერს, რაც კი ღირებულია ამერიკაშიც, ევროპაშიც. მე მგონი უნდა მენდოთ იმაში, რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ნამდვილად შემიძლია და პლუს ჩემი ანალიზი შემიძლია დაურთოძეთ, არაფერი გარკვეული არ არის. რაღაც მონახაზი, რომელიც ჩვენ ბოლომდე არ გვეცოდინება, იქნება 15 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ, მაგრამ თქმა იმისა, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი ყველაფერზე შეთანხმდნენ, ვერ შეთანხმდებიან ყველაფერზე. მე ალიასკაში შეხვედრას აგრეთვე სიმბოლურად ვაიგივებ იმასთან, რომ ამერიკელების უდიდესი ინტერესი არის და მას ბალანსი არ აქვს რუსებთან არქტიკაში. არქტიკის ნახევარზე მეც მთლიანად აკონტროლებს რუსეთი, მას წინწაწეული ინფრასტრუქტურა აქვს, სამხედრო ბაზა აქვს. ამერიკელებისთვის ეს ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის არის, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი სიმბოლურად ისეა მოძებნილი ალიასკა, რომ ყველაფერს ერთიანად აერთიანებს, მათ შორის დაპირისპირებას ალიასკა ის ბოდიში არქტიკაში სრულიად წამგებიან მდგომარეობას ჯერჯერობით ამერიკელებისა, არა და კოლოსალური სიმდიდრეა. მე ერთხელ ვთქვი, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არის მოძიებული სიმდიდრე 84 ტრილიონი დოლარის. რა არ არის მოძიებული, ეს ცალკე თემაა. ალიასკა და ივანზე ბოდიში არქტიკაში ამ გაცილებით პატარა ტერიტორიაზე გაცილებით დიდია მოძიებული სიმდიდრის ღირებულება. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რუსეთი რომ დაალაგდეს როგორც სახელმწიფო. წარმოიდგინეთ თქვენ რა იყო რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალამდე. მე მაშინვე ვთქვი, რომ რუსებმა ყველაფერი რომ დასრულდება, ამერიკელებს სიმბოლური დიდი მონუმენტი დაუდგან მოსკოვში და მივიდნენ და თაყვანისცემენ, იმიტომ რომ საშნელი ჭაობიდან ამ ამერიკულმა შეცდომამ, რომ უკრაინის მეშვეობით შეეძლოთ რუსეთის განადგურება, რუსეთი გამოიყვანა იმ საშინელი ჭაობიდან. სად იყო რუსეთი? მეგვთამეობა დააკვირდით დღესაც კი რა დონის სამხედრო უმაღლესი თანამდებობის გენერლებს იჭერენ. ეს არ არის დამსრულებული ჯერ კიდევ. კორუფცია.
კრიმინალი 300,000 გაქცეული მეცნიერი ქვეყნიდან 3 წელიწადნახევრის წინანდელ ამბავს გეუბნებით. საშინელება, მიგრაცია, ეს ყველაფერი და დღეს რუსეთი ფაქტობრივად დააყენეს ფეხზე დასავლეთის და პირველ რიგში ამერიკელების უდიდესმა შეცდომამ და გაუჩინეს მას ის, რასაც ქვია ეგზისტენციალური საფრთხე. რუსებმა იგდეს, რომ ისინი განადგურდებიან. მათი მიზანი ბოლო-ბოლო დავიდა მათ ჭკუამდე, თუმცა მაინც დასავლეთს შეხარიან, მაინც დასავლეთთან უნდათ და აშკარად ეტყობა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ყველანაირ გზას ძებნის, რომ როგორმე ამერიკის პრეზიდენტთან დაალაგოს ურთიერთობა, სწორია რუსების მისწრაფება, რომ კარგი ურთიერთობა, გრძელვადიანი დალაგებული ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთან. რა თქმა უნდა, სწორია, იმიტომ რომ ყველაზე განვითარებული მაინც რჩება ჯერჯერობით შეერთებული შტატები თავის თავს თუ არ გამოუთხრიან სამარეს, ამიტომ მას სჭირდება ურთიერთობა, მას სჭირდება სანქციების მოხსნა, მას სჭირდება ფულის კეთება, შესანიშნავად დაწერეს ბრიტანელებმაც, ამერიკელებმაც, ვინც კი იციან რუსეთის პოლიტიკა, პირადად იცნობენ პუტინს, პირადად იციან მისი მოსაზრებები, ისინი თავიდანვე ამბობდნენ და მე ჩემს ნათქვამსაც მე თუმცა მათი მოსაზრებები მოგვიანებით წავიკითხე, რომ აქ არ არის ტერიტორიების დაპყრობაზე საუბარი. მე მინდა ჩვენი სპეციფიური ნაწილისთვის ჩვენი ხალხისა თქვა, არავითარი უკრაინის დაპყრობა არ იდგა საკითხად. არასდროს იყო პოლიტიკური მიზანი, რომ მიღწეულიყო ნეიტრალიტეტი, ნატოში არ გაწევრიანების გარანტიები და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში რუსების შევიწროების მოხსნა და კულტურის შევიწროების მოხსნა. მაგრამ ეს იყო უდიდესი პოლიტიკური მიზანი და რუსეთს ეს რომ მიეღწია სტამბოლის მოლაპარაკებებზე, კიდე გეუბნებით, გამარჯვებული აქ რუსი იქნებოდა, რუსის სახელმწიფო, არავითარი უკრაინის ტერიტორია მას არ ჭირდებოდა, მაგრამ ეხლა მივიდა საქმე იქამდე, რომ 4 ოლქი და ყირიმი როგორც ჩანს არ იქნება საბოლოო რეზულტატი ამ კონფლიქტისა, იმიტომ რომ ცალსახად უიტკოვსაც იგივე უთხრეს, იგივე მიანიშნეს ამერიკელებსაც, რომ სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევს რუსეთი, იგი ამ ოპერაციას არ დაასრულებს. გასაგებია, რატომ ამბობენ? ისინი ღიად ამბობენ, ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე. არის თუ არა სწორი ამ შემთხვევაში? დიახ. არავინ არ მალავს დღეს, კიდე გეუბნებით, საუბარია რუსეთის განადგურებაზე. სხვა ყველაფერი არის ილუზიები. ეხლა განადგურდება რუსეთი, კარგია ეს, ცუდია ეს თემა ჩემი განხილვების არ არის. მე გეუბნებით რა ხდება. ამიტომ ჩვენ თუ ეს თემა გვაინტერესებს, დაუშვათ მე მაქვს განხილული გადაცემათა ციკლი იყო, სადაც მე ვთქვი რა ხდება ასე თუ იქნება, რა ხდება ასე თუ იქნება, 3 გადაცემა იყო მიძღვნილი, ბატონ ჩიკაშვილის გადაცემაში იყო ეს ყველაფერი, ძალიან დეტალურად იყო აღწნილი. მე შემიძლია არა თავმოწონებით, არამედ ჩემი პირადი, თქვათ, უფრო მყარი პოზიციის შესაქმნელად, რომ ყველა ანალიზი, რომელიც მე წლების განმავლობაში გავაკეთე, თავისი არსით გამოდგა სწორი. მე არ ვცდილობდი ყოფილიყავი მხარე, მე ვცდილობდი გარკვეულიყავი სიტუაციაში და თქვენთვის მე თქვა ის, რაც ჩემი, თქვათ, ანალიზით, ჩემი შეხედულებით მივაგენი, აუხსენი ჩემ თავს და მე უკვე თქვენთან ვსაუბრობ. ერთმა ძალიან კარგმა კაცმა, იგიც ქუთაისელია, მითხრა დიდი მადლობა ლექციების, და მე აქ ვსაუბრობ ჩემს
მოაზრეებთან, არათანამოაზრეებთან მე ვსაუბრობ და გიზიარებ ჩემს არავითარ ლექციებს ღმერთო დავიფარე ლექცია ცოტა სხვა ფორმაა ამიტომ მე მას შევთავაზე მობრძანდი ჩემთან უნივერსიტეტში ლექციაზე და თუ გაინტერესებთ ლექცია როგორია მე სხვა შორის ძალიან კაი ლექტორი ვარ და ძალიან რთული ლექციები მაქვს წაკითხული და ეხლა ძალიან რთულ ლექციებს კითხულობ ძალიან რთულს და ეს არ არის ქართული დღევანდელი საუნივერსიტეტო დონის ლექციები ამას გარანტირებულად გეუბნებით თორე მე ყოველთვის მზათა ვარ ჩემი ლექციები საჯარო იყოს მე უბრალოდ როცა მქონდა საშუალება დააფინანსეს მე ღიად გავაკეთე ეს არათვი პოლიტიკური პროცესები დანარჩენი უკვე შიგნით მქონდა ეს მაგრამ ტელევიზიისთვის სადაც გადასახდელია სადაც ხარჯია მე არ შემიძლია ეხლა უკვე ნელ-ნელა ავითვისე ეს ყველაფერი და ეხლა ვიფიქრებ ვივარჯიშებ აგვისტოში შემიძლია თუ არა მე დამოუკიდებლად ძალიან დაწინაურებული ლექციები წავიკითხო იგივე თამაშების თეორიაში, იგივე ფინანსების თეორიაში, იგივე მაკროეკონომიკაში, რომელიც არსად საქართველოში არ იკითხება. ამიტომ რატომ გეუბნებით ამას? განა იმიტომ რომ აი რა კაი არა ღმერთო დამიფარე რომ მე რაიმე ჩემი თავის რეკლამისთვის გავაკეთო. საერთოდ სხვა მიზანი მაქვს. თავარი მიზანი არის ჩვენ არ მოგვივიდეს შეცდომა მე ვხედავ დღეს დავაკვირდი რაც კი ხელი მიმიწვდა ბევრი დრო არ მქონდა მაგრამ ქართულ მედიაში შეფასებებს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო ეს უკვე შესულია ემაში ედემის ბაღში და უკვე სიამოვნებისგან თუმცა ედემში სიამოვნების მეტი რა არის და ეს არის თავიდან ბოლომდე არაფერი სამხრეთ კავკასიაში დალაგებული არ არის ყველა უბედურება სამხრეთ კავკასიას წინა ხას უსვამ კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი ეს შეფასება სამხრეთ კავკასია შეიძლება გახდეს ისეთივე გამანადგურებელი დაპირისპირებების რეგიონი როგორც უკრაინა არის როგორც ახლო აღმოსავლეთი არის ჯერჯერობით თქმა იმისა რომ სოფლიოს მთავარი მოთამაშეები შეთანხმდნენ თავარ და რა შეიძლება შეთანხმდნენ ინტერესების ბალანსი ეს ერთი და უსაფრთხოების გარანტირებული ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ რუსეთს არ ჭირდება საქართველოსთან გარანტია რუსეთს ჭირდება ამერიკელებისგან გარანტია ისევე როგორც ამერიკელებს ჭირდებათ რუსებისგან და ჩინეთისგან გარანტია მაგრამ ამერიკელები ისეთ ტალღაზე არიან დღეს მომართული რომ ჩინეთთან კიდევ უფრო ართულებენ სიტუაციას რატო გასაგებია რატო ჩინეთი ძალიან ვითარდება თუმცა მას ეკონომიკაში აქვს სერიოზული პრობლემები მართვის ის მოდელი თანამედროვე ეკონომიკისთვის მთლად კარგი არ არის შიგა პრობლემები და ასე შემდეგ მაგრამ თავარი კოძირი რომელიც ჩინეთს უკავია ეს არის მეცნიერება და განათლება სადაც იგი მსოფლიოში ხდება სულ ცოტა ხანში იგი გახდება მსოფლიოში პირველი მეცნიერული ქვეყანა 30 წლის უკან ასეთი იყო ამერიკის შეერთებული შტატები და შეიძლება ითქვას მეორე ადგილზე იყო საბჭოთა კავშირი მაგრამ ეს ყველაფერი მოიშალა საბჭოთა კავშირი მეცნიერულადაც დაინგრა ისედაც დაინგრა ამერიკელებში ამ ნეოლიბერალურმა ტროცკისტულმა ბრთა 30 წელია ფაქტურად განათლების სისტემა შეარყია იქაც ძალიან მაგრად ამიტომ რჩება ის რაც არის მთავარი ამერიკელებმა ვერ გააკონტროლეს ინდოეთის ჩინეთის განვითარება
და გაექცათ ეს ხელიდან, იმიტომ რომ შეუძლებელია მართალია მათ შემოიყვანეს ინდოეთი და ჩინეთი იმ ანგლო-საქსურ მსოფლიო წესრიგში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჭკვიანი ხალხი განვითარდა და საკუთარი განვითარება იმ ტემპით ვერ შეძლეს ამერიკელებმა, როგორც ჩინეთმა შეძლო, როგორც ინდოეთმა შეძლო და ინდოეთის თემა, ეს არის განსაკუთრებული თემა და ქართველებისთვის ძალიან საყურადღებოა. მე მგონი არ ვიცი ცუდად პოლიტიკური ისტორია ინდოეთისა მახსოვს ჯერ კიდევ ინდირა განდის და მამამისის მაჰათმა განდის პერიოდები მინახავს ისინი ტელე გადაცემებში ძალიან კარგად ვიცი მათი სოფხედელობა რომ იყო და ამ საშინელი კოლონიალური წნეხით დამორჩილებულ, მენტალურად დამორჩილებულ ინდოეთს აღმოაჩნდა სულ სხვა დონის ამბიცია საკუთარი სახელმწიფოებრიობისა, მათ ამერიკელების ულტიმატუმს საშინელი ხისტი პოზიცია დაუპირისპირეს, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი სერიოზულად შეიცვალა. რა შეძლებს შეერთებული შტატები? შეიძლება თუ არა იმის აღქმა და იმის თქმა, რომ ყველაფერს რასაც კი შეერთებული შტატები აკეთებს, ყველგან მიაღწევს. ვერ. და რატო? იმისათვის, რომ გლობალური კონფლიქტის ზონები იქნას გაკონტროლებული და უსაფრთხო გახადო, არ არსებობს მსოფლიოში ძალა, რომელსაც ეს პიროვნულად შეუძლია გააკეთოს. ჯერ ერთი არავინ გაგაკეთებინებს, იმიტომ რომ ეს ზონები იმიტომ არის დაპირისპირების ზონები, რომ იქ არის სტრატეგიული ინტერესები და სტრატეგიული პოზიციების დათმობას არავინ არ დაუშვებს. ხას უსვა. თუ არ გვინდა თავი მოუტყუო. დღეს შეიძლება საერთოდ გაიყუჩოს რუსეთი და სამხრეთ კავკასიაზე არანაირი რეაქცია არ კონდეს, მაგრამ სამხრეთ კავკასიას ეს პოზიცია, რაც ეხლა ისახება, აუცილებლად მიიყვანს კონფლიქტურ სიტუაციამდე. არ შეიძლება ისეთი რეგიონი, უმნიშვნელოვანესი რეგიონი დაბალანსდეს იმითი, რომ აზერბაიჯანის ვექტორის ცვლილება, მე შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანმა ალბათ დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, რადგან რაღაც დაპირებების ის წავიდა უფრო დიდი ბაზრებისკენ, უფრო დიდი თითქოს და ურთიერთობისკენ, მაგრამ ასე არ ხდება. არ არის აზერბაიჯანი ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია მსოფლიო პოლიტიკაში ოდნავ რაიმე შეძლოს. გამორიცხული არც სომხეთს არ შეუძლია. მაშინ დაპირისპირებული მხარეებიდან ერთ-ერთმა შეძლო ამ ორი სახელმწიფოს თავის მხარეს გადაყვანა, საბოლოო მიზანი მაინც არის რუსეთის წინააღმდეგ მოძრაობა. გამოვა რაიმე საეჭვო, რომ აქედან რაიმე გამოვიდეს, მაგრამ კიდე გეუბნებით, ჩვენთვის ახლა მე რატო ვეხები ამ თემას? ერთი იმიტომ, რომ ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს ეხება და საქართველოში ილუზიებია, რომ ეს ყველაფერი დასრულდა და ასე შემდეგ. თავარი ის არის, რომ სამხრეთ კავკასია მიდის დაძაბულობისკენ. არავითარი აღმშენებლობა და არავითარი აყვავებები სამხრეთ კავკასიაში არ იქნება. მანახეთ ბალანსი, მანახეთ სპარსეთის, დღევანდელი ირანის, რუსეთის და თურქეთის ბალანსები სამხრეთ კავკასიაში. და თქვენ გონიათ, რომ ეს სამი ქვეყანა ამერიკელები თუ გამოიყენებენ თურქეთს, თორე სათურქეთოს არაფერს არ გააკეთებენ. თქვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ამერიკელების ფსიქოლოგია და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თურქეთი დაუპირისპირონ რუსეთს. ცხადი ეს თურქებისთვის კატასტროფული იქნება, მაგრამ თურქეთი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მე საშინელად
წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ საქართველოში თურქული ფულით ხდება მოსყიდვა ჩვენი გამყიდველი ელიტების, ამ გამყიდველი ტელევიზიებისა, სადაც მიდის თურქული პროპაგანდა. არაფერი მაქვს თურქის საწინააღმდეგო თურქეთში. შესანიშნავად ვიმეგობრებთ, ვიმეზობლოთ, ერთმანეთთან ვივაჭროთ ყველაფერი, მაგრამ თურქი საქართველოში მისი ამბიციების გადამკიდე უბედურების მეტი არაფერია მომტანი საქართველოსთვის. ვერ შეძლებს თურქეთი ამის გაკეთებას, მაგრამ თურქეთი ისეთ მდგომარეობაშია გამოყენებული იქნება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ თურქეთი მოდით ქუჩურა მეტყვი ესე იგი იგულავებს საქართველოში და სპარსეთი იქნება მშვიდად და ამას შეეგუება როგორ ამოკრეს პაღური და გააგდეს სამხრეთ კავკასიიდან, ესე იგი ჩვენ კარგად არ გვესმის სპარსეთის გავლენის ფუძეები ისტორიულად სად არის ჩადებული და როდის შეიძლება ამუშავდეს ეს ყველაფერი. ამიტომ რა არის პოლიტიკა არის შიშველი პრაგმატიზმი. არანაირი ემოცია არ მაქვს ახლა მე გარდა იმისა რომ ამ ფაქტებს ვალაგებ ერთად და გეუბნებით თქვენ რომ ასია. შეგიძლიათ იმის დაშვება გონიერ ადამიანებს გეუბნებით, თორე უჭკუებს უკვე დაშვებული აქვთ რომ ამერიკა რომელიც ოკეანის გაღმელი ქვეყანაა, ძლიერი, ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყანა, სამხრეთ კავკასიაში იქნება ერთპიროვნული გამგებელი. მართლა შეგიძლიათ ამის ფიქრი, მაშინ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, არაფერი არ გამოვა აქედან. საბოლოო ჯამში საერთო ბალანსები როცა დადგება, ამ ბალანსებზე შეთანხმდება მხოლოდ ორი ქვეყანა. შეერთებული შტატები და რუსეთი. შეერთებული შტატები ევროკავშირს გამოიყენებს და ნატოს ყველაფრის მეშვეობით ოღონდ კი იგი რუსეთს დაუპირისპირდეს და აუცილებლად დაუპირისპირდება. რა მოყვება ამას თუ ქართველებს გონიათ რომ რუსეთში ატომური ბომბი თუ ჩამოვარდება ჩვენ ესე იგი კიდე უფრო კარგ კლიმატურ პირობებში ვიცხოვრებთ ძალიან ცდებით ხო? იმიტომ რომ ჯერ ერთი რუსეთის ტერიტორია დიდია და 1 და 2 და 3 ატომური ბომბი არაფერს არ უზამს მას. გარდა იმისა, რომ ადამიანების საშინელი მსხვერპლი იქნება, მაგრამ ამ რაკეტების გამომშვებს რა დაემართება, მე გითხარით თავიდან მიწასთან იქნება ეს უკვე გადაგვარების გზაზე მყოფი ევროკავშირი იქნება მიწასთან გასწორებული. ეს დიდად არ აღილვებს შეერთებულ შტატებს, თავარი იქნება ის, რომ რუსეთს მიადგება სერიოზული ზიანი. ამიტომ არაფერი არ მოხდება ერთპიროვნულად, არაფერი არ მოხდება ცალმხრივად, არაფერი არ მოხდება ისე რომ სხვაც არაფერი კონდეს ამ შეთანხმებაზეა ახლა, მაგრამ ახლა არის განსაკუთრებული პერიოდი. ახლა არის ვინ ვის რა დონემდე წააქცევს. შეიძლება ბეჭებზე ვერ დადო, მაგრამ ხო ჩამოხლინებ, ხო რაღაცას. აი, სანამ ეს რესურსი არ ამოიწურება. სანამ შეერთებული შტატების შეფარვითი, ანუ პროქსიომები რასაც ქვია. რუბიომ პირდაპირ განაცხადა, მე ყველაფერს ვაკვირდები, რომ უკრაინა ეს არის პროქსიომი რუსეთის წინააღმდეგ ჩვენია. ამას ვლაპარაკობ მე პირველი დღიდან, აბა უკრაინელებს რა უნდა ქონდათ და რას ემართლებოდნენ? იყავი ნეიტრალური გადამული ეკონომიკებია, იყავი ნატოს გარეშე და ასე შემდეგ. არ გამოვიდა, არავის არ ჭირდებოდა ასეთი უკრაინა. არავის არ ჭირდებოდა უკრაინა, მე კიდე გეუბნებით, ვიცხოვრე უკრაინაში 6 თვე, ყველა მიმართულებით მაქვს გავლილი ეს ქვეყანა. სამეცნიერო ურთიერთობები მქონდა უზარმაზარ სამეცნიერო ცენტრებთან, კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ფანტასტიკური დონე იყო მეცნიერებისა. ევროპელებს რაში ჭირდებოდათ, როცა
უკრაინის რესურსი და უკრაინის პოტენციალი გერმანიის საუკეთესო პერიოდში პოტენციალს აღემატებოდა, ამას მარტო დალაგება უნდა და გაკეთება უნდა და ამის ნაცვლად ქვეყანა განადგურებულია. ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ უკრაინაში როგორ დასრულდება საკითხი, იქნება გადამწყვეტი, როგორ დაალაგდება მსოფლიო წესრიგი. ყველაფერს განსაზღვრავს უკრაინის ფინიში როგორი იქნება. ფინიში კი როგორც დღეს გამოკვეთილია, უკრაინის იქნება სრულიად კატასტროფული. მაგრამ იმისთვის რომ ასე რომ იტყვიან გარანტირებულად არ მიიღოს რუსებმა ეს გამარჯვება, მას შეუქმნიან უდიდეს პრობლემას. ეს პრობლემა უკვე გამოსახულია ევროპასთან ომი და კალინინგრადზე შეტევა. საოცარი რაღაცები შეიძლება მოყვეს ამას, არანორმალური გართულება და ის ჩვენ არ გვცდება. იგივეა სამხრეთ კავკასიაშიც. ეხლა რატომ გავაკეთე მე ამ ფონის ახსნა? თუ ჩვენ ეს ფონი წარმოდგენილი არა გვაქვს, მითხარით ახლა იმ სიშტერე განცხადებას, რაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამინისტრომ გააკეთა, ამნაირ განწყობებს თუ ავყვებით, ჩვენ ილუზიებში ვართ უკვე კარგი ვარდისფერ სათვალეებში გვაქვს წამოწმული და საერთოდ არ გვინდა არაფრის გაგება, როგორ ჩანს, ხო? მე კი ვლაპარაკობ იმას, მე სისტემის გარეთა ვარ, მე ჩემი პასუხისმგებლობა გამაჩნია, ძალიან საშიში პერიოდი იწყება მათ შორის საქართველოში. ჩვენ ისედაც გვაქვს პრობლემები და ამ პრობლემების გადაწყვეტას მე უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს წყვეტენ. ეხლა გაუჩნდა ახალი საქმე, ეს არის არჩევნები. ცხადი არჩევნებში იმ სატელიტ პარტიებს აუცილებლად მიაღებინებს მონაწილეობას. ფაქტობრივად მოხდება მორყეული ლეგიტიმაციის გასწორება ნაწილობრივ ოცნების სასარგებლოდ, სხვა ამ შედეგს არ ექნება, ყველგან ყველაფერს მოიგებენ, იმიტომ რომ არ შეიძლება შეხვიდე იმ სისტემაში, სადაც შენ ხმის უფლება არ აქვს. პოლიტიკური პარტია, რომელიც შედის სისტემაში, სადაც ის უუფლებოა და მას არსად ერთი დასაყრდენი ადგილიც კი არ აქვს, პოლიტიკური სიშტერე კი არ არის. პოლიტიკური უვიცობა. პოლიტიკური უვიცობა არაერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოავლინა, მათ შორის თუ გნებავთ ბოლო პერიოდებში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ცხადია არჩევნები უნდა ჩატარდეს, ცხადია ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამისთვის ხელისუფლება უნდა აიძულო, რომ დააჯინოს საერთო მაგიდაზე, საერთო კომისიაში შეიმუშაოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომელიც გამორიცხავს გაყალბებას, იქნება კონტროლის სისტემა, იქნება ურთიერთ შემოწმების სისტემა და როდესაც ეს მიიღწევდა, ეს აუცილებლად იქნება მიღწეული საქართველოში, მე ცხადია ყველა მიიღებს არჩევნებში და ამ შეთანხმებულ რეჟიმში ვინ იქნება გამარჯვებული, ჩემთვის არანაირი საინტერესო არ იქნება, მე რა თქმა უნდა უფრო ნორმალური კონსერვატორი ვარ და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კონსერვატული შეხედულებები არა ვინმე პარტია უფრო უკეთესია, სანამ აეწყობა ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ლიბერალს მიაჩნდეს, რომ ქართული საქმე უფრო ლიბერალურით გააკეთა, ეს მისინება, თავარი ჩვენ თავარში ვიყოთ შეთანხმებული. რა შეთანხმებაში მიდიხარ, ბიჭო? არაფორმალური მმართველობის ქვეშ შედიხარ არჩევნებში, რომელიც ერთადერთ შემთხვევაში გაძლევს თუ რაიმეს გადმოგიგდებენ. თუ რაიმეს არ გადმოგიგდებენ, შენ არაფერი არ გექნება, მაგრამ შენ გექნება მონაწილეობით უზრუნველყოფილი დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ამიტომ იკლავს დღევანდელი ხელისუფლება ამ არჩევნებზე თავს, რომ დასავლეთს აჩვენოს, აჰა,
ხომ ხედავთ ჩვენ ლეგიტიმური ხელისუფლება ვართ. პოლიტიკური ანბანია შეიძლება კოჭლი ხელისუფლება გაასწორო ფეხში? არა, კოჭლი ხელისუფლება პოლიტიკური თამაშის წესრიგ კიდევ უნდა დააკოჭლო. და ამ დაკოჭლებულ მდგომარეობაში მიიყვანო მაგისტრატთან და დიდი შეთანხმება გააკეთო. სხვანაირად ნუელით ქვეყნის დაალაგებას. ნუ გაქვთ იმედი, რომ ვიღაცა დაალაგებს ამ ქვეყანას. ეს ქვეყანა ისევ ქართველებმა უნდა დაალაგონ, ისე უნდა დაალაგონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. მოკლედ, საშინლად ძიმე სიტუაცია. მე უამრავ რამეზე მინდა საუბარი, მაგრამ შეუძლებელია ერთ გადაცემაში არ შეიძლება. მე ახლა მოვედე მთავარ ფონი ავხსენი, რომელიც დღეს მნიშვნელოვანია. არის ობერტონები ამ სიტუაციაში, მაგრამ მე ვეცდები შემდეგ გადაცემაზე დავალაგო ეს ყველაფერი უკვე სხვანაირად. 15 რიცხვი ეს არის სადღაც შაბათი თუ არ ვცდები თუ პარასკევი. ერთი კვირის ფარგლებში უამრავი რამ მოხდება კიდე, ამიტომ ყველაფერს დავაკვირდეთ და თუ მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ მოვლენები ესე სწრაფად მიმდინარეობს, მაშინ 4 შაბათის ნაცვლად შეიძლება 3 შაბათს ამოვწიო გადაცემა, იმიტომ რომ საჭირო იყოს ვნახოთ, დავაკვირდეთ ამ სიტუაციას. ეხლა კი მე არ მინდა გადაგღალოთ, მე მინდა გაიაზროთ ეს ყველაფერი. ილუზიები არის ქვეყნის სახელმწიფოს მომავლის ყველაზე დიდი მტერი. ილუზიებზე აყოლილი ხელისუფლება უკვე საშიშია. და ხალხი, რომელიც ილუზიებს აყოლილ ხელისუფლებას მიყვება, არის საკუთარი მომავლის დამსამარებელი. ამიტომ საუბრობთ ამაზე, რომ თავი არ მოიტყუოთ, არაფერი არ ხდება ისეთი, რომელიც საქართველოს დღეს გარანტირებულ უსაფრთხო მომავალს უქადის. პირიქით გეუბნებით, სრულიად ახალი გამოკვეთილია. სამხრეთ კავკასიაში შეიძლება ძალიან სერიოზული დაპირისპირებები მოხდეს. არა ამ სამ ქვეყანას შორის, არა. ამ სამი ქვეყნის ხარჯზე მოხდება ის დაპირისპირებები, იმიტომ რომ კარგად გაიაზრეთ და თავს ნუ მოიტყუებთ. სამი ისტორიული მოთამაშე, რომელთა სასიცოცხლო ინტერესებში შედის აქ ბალანსები, არასდრით არ დაუშვებს, რაღაც ეტაპზე შეიძლება დაუშვას, მაგრამ არაფრით არ დაუშვებს იმას, რომ მისი სასიცოცხლო ინტერესები იყოს საფრთხის ქვეშ დაყენებული. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეხლა დაგემშვიდობებით, თქვენს კითხვებს ყურადღებით ვნახავ და როგორც გითხარით, 4 შაბათს არის 21 საათზე შემდეგი გადაცემა, მაგრამ თუ საჭიროდ იქნა 3 შაბათს მანამდე გაგაგებინებთ ამის შესახებ. კარგად ბრძანდებოდეთ.